მოგესალმებით. შემდეგი მოდელი განსახილველად არის Nocta Score 3. გვაქვს ასევე Score 1 და Score 2 მოდელებიც. თუ ვიცით Score 3-ის მენიუ, ავტომატურად ვიცით Score 1-ის, Score 2-ის, ამიტომ განვიხილოთ მესამე სტანდარტულად ჩართვა გამორთვის ღილაკი, გავთიშოთ, ჩავრთოთ. ველები ვირჩევთ შესაბამის ველს, ამ ეტაპზე დავაყენოთ ველი 1-ზე. გრძნობელობის სკალა პლუს მინუსით. ახლა დაახლოებით სივრცეში ვართ და გაშენებული თემი ახლა დავაყენოთ მინიმალურ დონეზე. ფაქტიურად ისე თქვენ როგორც მოგიხერთებათ, შესაბამისად აირჩევთ და შევამოწმოთ სიგნალები სხვადასხვა ლითონებზე, რისთვისაც გვაქვს ოქრო, ლატუნი, ვერცხლის ბეჭედი და ოქროს ორი სხვადასხვა სინჯის ბეჭედი. დავიწყოთ რკინით. რკინა გვაძლევს 10-მდე სიგნალს, აი 5-ზე დასტაბილურდა. შემდეგი არის ლატუნი. ხმაც განსხვავებულია, სტაბილურ სიგნალს გვაძლევს. ვერცხლის ბეჭედი. სკალა, ვინც იცის ლეგენდის მენიუ, სკალა დაახლოებით რა იგივე აქვს ზუსტად 60-მდე. ოქროს ერთი სინჯი, რომელიც მოგვცემს 40-დან 50-მდე სტაბილურ სიგნალს და ოქროს მეორე სინჯი, რომელიც 20-დან 30-მდე დიაპაზონში მოგვცემს სიგნალს. გავთიშოთ სხვადასხვა ლითონები, ამისთვის შევდივართ მენიუში და ვირჩევთ აი ამ ფუნქციას. ეხლა გაშავებული რაც არის ის ჩართულია და დავიწყოთ გათიშვა. ამ სამკუთხედს ვამოძრავებთ პლუს მინუსით და დადასტურება. ეხლა გათიშული გვაქვს 10-დან 15-მდე. რის შედეგადაც რკინაზე აღარ გვაქვს სიგნალი. მაგრამ ყველა სხვა ლითონზე სტაბილურად გასაკვირველია გვაქვს. შეგვიძლია გავთიშოთ საშურველ დონემდე. ამ შემთხვევაში არც რკინა მოგვცემს სიგნალს, არც ლატუნი, არც ოქრო. არც მეორე სინჯის ოქრო. მივიღებთ ვერცხლის სტაბილურ სიგნალს. სკალაზე ნებისმიერი პრინციპით შეგიძლიათ გათიშოთ რა ლითონიც გსურთ, შეგიძლიათ თქვათ ვერცხლის სიგნალები გათიშოთ და დატოვოთ მარტო ოქროს დიაპაზონი და ასე შემდეგ, როგორც თქვენთვის სასურველი იქნება. ეხლა ჩავრთოთ ყველა ლითონი ისევე. ბოლო ფუნქციაში შეგვიძლია დავაყენოთ ვიბრაცია, განათება და ასე შემდეგ. ასევე რასაკვირველი აქვს პინპოინტის ფუნქციაც ამ მოდელს. კიდევ ერთხელ ეს გახლავთ Nocta Score 3 მოდელი. არ არის დამწყებებისთვის მაინც ეს მოდელი. საკმაოდ კარგი მოდელია, არც ისე ბიუჯეტური, მაგრამ ფასის შესაბამის ხარისხით და მონაცემებით აქვს წყალგამომტარი დაფა და ბორდ კომპიუტერი და არც ისე რთული მენიუ, როგორც ახლა ნახეთ. მადლობა ყურადღებისთვის. თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად ვიპასუხებთ.